მოლაპარაკება პრაღაში არის ერთ-ერთი მთავარი თემა პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე აუდიენციაზე. პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში თენგიზ ფხალაძე პირველ შეხვედრას მართავს ექსპერტებთან საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში. მთავარი თემები ასევე არის ურთიერთობა რუსეთთან, უსაფრთხოება და უელსის სამიტი. გიორგი ფუტკარაძე ჩავართვება პირდაპირ ეთერში. გიორგი, თუ გაკეთდა უკვე პირველი კომენტარები. თამარ, პირველი კომენტარები გაკეთდა, რომელიც ეხება პრაღაში მიმდინარე მოლაპარაკებებსა და რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს. ექსპერტები მოკლებადიან პერსპექტივაში არელიან რაიმე გართულებას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის კუთხით, თუმცა საპირისპიროს ფიქრობენ გრძელვადიან პერსპექტივაზე. რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გრძელვადიან პერსპექტივაში? ნახოთ ექსპერტების კომენტარები. დღეს მოგეხსენებათ, რაოდენიმე მოსაბოლოებელიც არ არის ფართოვდება რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის არეალი და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ითვლის სამომავლო სოციალურ აფეთქებაზე, ის შეაჩვევს საქართველოს მოსახლეობას რუსული ბაზრიდან მიღებულ შემოსავლებს, შემდეგ ერთბაშად ჩაკეტავს ამ ბაზარს და შეიძლება ეს არ იყოს მომავალ წელს, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რუსეთის ხელში ეს გახდება ძალიან სერიოზული ბერკეტი იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობის სოლიდურმა ნაწილმა სწორება გააკეთოს რუსულ ბაზარზე და შესაბამისად პრორუსულ ძალებზე. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შემდგომ პერიოდში შემთხვევითი არ გახლავთ ამხანაგ ლავროვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება 2 დღის შემდგომ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი ყველანაირად შეეცდება ჩაანაცვლოს ევროკავშირი და მოხდეს ამ შემთხვევაში პირიქით, ასე ვთქვათ, უკვე ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედებით საქართველოს დამოკიდებულების და რუსეთზე. ამ ხელისუფლებას უბრალოდ უკეთესად გამოსდის რუსეთთან დიალოგი ვიდრე წინას. ეს უდავოა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რაღაც მცირე დათმობების გამო, არ უნდა დავთმოთ რაღაც გლობალური საკითხები. აი ეს არის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე რომ პრაღაში ერთ-ერთი სეგმენტია და დეტალია დიდი სურათის, არ მგონია ხარ ამე გადამწყვეტი ნეგატიური ან პოზიტიური მოხდეს. ამ ეტაპზე როცა რუსეთი დაკავებულია უკრაინით, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ესე ვთქვათ, ჩვენ გავაგრძელოთ მასთან მოლაპარაკებები, ისე რომ ჩვენი ინტერესები არ დაზიანდეს. ამის შანსი ჩვენ გვაქვს. აბაშიძე კარასენის ფორმატი დამყარებულია ამ ორ ადამიანის შორის, ესე ვთქვათ, კოლეგიალურ პატივისცემაზე და ამიტომაც მე მგონი ამ პერიოდში უახლოეს მომავალში ჩვენ ესე და ისე მე მგონი საშუალება გვაქვს რომ გავაგრძელოთ დაახლოება რუსეთთან პატარა ნაბიჯებით, ისე რომ ჩვენი ინტერესები არ დაზარალდეს. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა არის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საგარეო პოლიტიკა. ასევე ექსპერტები დღეს განიხილავენ უელსის სამიტს, რომელიც სექტემბერში გაიმართება და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა უელსის სამიტამდე და ევროკავშირთან ასოცირების შემდეგ. საუბარი იქნება უსაფრთხოების გარემოზე, საუბარი იქნება საგარეო პოლიტიკაზე, არსებულ გამოწვევებზე, არსებულ საფრთხეებზე. ძალიან საინტერესოა მათი ხედვა და ძალიან საინტერესოა ასევე ჩვენი ხედვების შეჯერება, იმიტომ რომ ის რაც საგარეო მიმართულებით არის გასაკეთებელი, ამაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ექსპერტების და ჩვენი ანალიტიკოსების ჩართულობა. ბუნებრივია აუცილებლად ალბათ შევეხებით თემას, რომელიც ეხება საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ასევე განვიხილავთ თქვათ იმ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომელიც არსებობს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე და აქედან გამომდინარე ალბათ საუბარი გვექნება იმ კონკრეტულ პრიორიტეტებზე, რომელიც დაისახოს, რათა საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყოს წარმატებული. სამიტის წინ არის ხო პერიოდი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ალბათ ეგ არის, ანუ ერთ მნიშვნელოვანი მოვლენას ასოცირებას ხელი მოვაწერეთ, ეს წარმატებული იყო. სამწუხაროდ მე მგონია, რომ სამიტი წარმატებული ჩვენთვის არ იქნება, იმ კუთხით, რომ ვერ მივიღებთ იმას, რაზეც ქონდა პრეტენზია მეებს. აქედან გამომდინარე, ამისთვის უნდა მოემზადოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს საზოგადოებაში ფრუსტრაცია და გაკეთდეს სწორი ანალიზი, რატო ვერ მივიღეთ და რა შედეგი მოყვება შემდეგ და რა პერსპექტივები იქნება. ეს ერთი. მეორე, ცოტა უცნაური განცხადებები გაკეთდა რუსეთთან მიმართებაში. ამაზეც ალბათ კარგი იქნება თუ დაალაგდება და ერთიანი მესიჯები იქნება, გზავნილები. შეხვედრა უკვე 2 საათია მიმდინარეობს და მასში საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხზე მომუშავე 25-მდე ექსპერტი მონაწილეობს. დიდი მადლობა, ეს იყო გიორგი ფუტკარაძე და პირდაპირ ჩართვა პრეზიდენტის სასახლიდან.